ერთწამით მეგობრებო არ გათიშოთ რომ მოვდივარ უკვე. მოკლედ მეგობრებო, ეხლა ვარ ზემო აჭარაში, ლემანორში და მარინა როგორც ყოველთვის რა თქმა უნდა მუშაობს თავის საქმეებს აკეთებს. ახლა უნდა ვთხოვო რომ მეთამაშოს აი ეს ჩელენჯი. ასევე იცით რა მოვიფიქრე? ვინც მეგობრებო ააგებს, მოწინა აღმდეგეს უნდა გაუკეთოს 2 სამაჯური ან ყელსაბამი. თუ გინდას მეგობრებო რომ კვირაში ერთის მაგებრად 2 ვიდეო დავდოთ, აუცილებლად გამოგვიწერეთ და წავედი ახლა მე მარანასთან. წამოდი მანანა, მოდი აქ დაჯექი. რა თამაშია აბა? აი მანანა ამ თამაშის ჩელენჯი. ვიცი ეს თამაში მე მაჩუქი ახალ წელს როგორც მახსოვს. კაი და რა ჩელენჯი მოიფიქრე გააჩენია. ნახე მანანა მე და შენ ახლა ამას ვითამაშოთ და ვინც წააგებს, წაგებულმა მოგებულს უნდა გაუკეთოს 2 სამაჯური ან ყელსაბამი. ანუ 2 სამაჯური ან 2 ყელსაბამი არ მაწყინდა. ხო? თან სუგიგებ. აღიარე რომ სუგიგე. არა. კარგით მეგობრებო, მოდით გადმოვიღოთ ახლა. აქ დადე, აქ. ხო, ეხლავე, იწავ. თავარია იქით არ გადაგვეყაროს. ხო, თორე. ძალიან მიყვარს ეს თამაში სხვათა შორის. მეაზრით ეს თამაში კარგი იმიტომ არის რომ ნებისმიერ ადამიანს შეგიძლიათ რომ ეთამაშოთ. დედას, მამას, ბებოს, ბაბუს, მეზობელს, ცუგას, ყველასთვის არის საინტერესო. თან სამაგიდოა და ძალიან კარგი კომფორტულია. მოდი დავიწყოთ და პირველი მე ვიქნები. კაი, შენ იქნები. მართა, მეორე ხელი არ მიაშველო ხოლმე ესე რომ ვიცი როგორც ყოველთვის ძალიან გწო. აი მინდა რომ გაგირთვამ გამარეობა. ერთს რომ მოკიდებ ხელს უნდა გამოაძრო. კარგი. შენ ეგრე ესე უშვები ხო? არა უშავს, აღარ უზავ. ერთ ხელ რომ მოკიდებ ხელს გამოაძრე. აი. კარგი ხარ. კარგი. ვაიმე გთხოვ, ვაიმე უკვე არ წავაგო, ძალიან სირცხვილია. მე პირველივეზე რო წააგო. აი გამომეცალა ძალა რასაც ქვია. კარგი. საკმაოდ. ვაიმე. გონია რომ ძალიან მალე დაინგრევა, იმიტომ რომ რაღაცნაირად დავიწყეთ, არა? ხო, ძალიან. რაღაცნაირად იმდე ჩემთან არა და მანენოს დაინგრევა. ვაიმე აი როგორ მარტივად გამოვასრიალე. აი ესე მეგობრებო. აბა რა. რა კაი იქნება 2 სამაჯური. არა. კარგით, აი ამას გამოვიღებ ალბათ, რომ მე ვენენას გავურთულო ყველაფერი. ანუ მართა. არაფერი. ნელა იხა შეიძლება მიეწაკო და წააქციო. არაფერი არ. წავაქცე შენთვის რა სუდია. მარა ჩანთესაც. აი ნეტა აი ეს დავაიღოს მეჭოლი და რომელი აბა? რომელი? ეს მე თამაში. მე ამ თამაში უნდა მოძებნოს სწორი ფიგურები ხდებით? ძალდატანებით არაფერი არ გამოდის, ესე ბუნებრივად, ძალიან ლამაზად გამოიღებთ. ბუნებრივად. სხვათა შორის მეგობრებო, აქ ჩვენი ძაღლის ერთი ცალი ფიგურა არის ისეთი, რომელიც ჩვენ ძაღლს აქვს მგონიაჭა. რაღაცა მისი კილები არის. აი. რაღაცა. უცბად გამოაცარე. ხო. Este. მე როგორ არის მაგის ტექსტი? Pelisali, este. კვირანი. ეხა ეთერში შემოვა ჩვენი გაკეთებული ტყვარცი. ვერცი, რომელიც გადავარდე. ეს რა ნორმალურია. არის ჩვენი ნატურალური სახლში გაკეთებული ტყვარცი. თქვენთვისაც ვიდეო გამზადებული გვაქვს, სავარაუდოდ უკვე გვიდევს YouTube-ზე, თუ არ გვიდევს დავდებთ. აუცილებლად. შეხედეთ. აღარ გვინდა. დავაბრუნოს ტყვარცი. პატრონთან. წავიდა. მარტივად აღარ გამოდის მეგობრებო. მე გაჩერდი მართ. კოკომელენ.
მეგობრებო, დამშვიდი, მანამ ყველაფერი კარგად იქნება. ინდი სამყაროს ეს გადაწყვეტილება ტყუილად არ მიმიღია, რა თქმა უნდა, მეგობრებო, რა თქმა უნდა, რომ მორიგი წარმატებული მცდელობა. რატო არავინ არ მიკროს ტაშს? იმიტომ მარტო შენ. არა, უშავს ჩავსვა მონტაჟით ტაშს. წოცა. მადლობთ. ჩავსვა. მიდი მართაბა. გოგო, მეორე გამოიღე. არა. ხო კარგად ხარ. ძალიან. ბრავო. და მართა გადაგივარდება. გადავარდეს. კაი, ერთი წამი. I like this thing. მე ძალიან მეცინება. დერმიშინო. ჩემს ტრეიპს არ უნდათ, რომ ესეთი გენიოსი ვიყო, მაგრამ სამწუხაროდ მე ასეთი გენიოსი ვარ და კიდევ ერთი წარმატებული მცდელობა მანაგრუტიშვილი. ეს მცდელობა არ იყო, მანამ მცდელობა არის. მიდი. ის როცა რაღაცას უბრალოდ ცდი. ვაიმე. აი ეს უნდა გამოიღო. უკვე მოკიდე. ამ თამაშის ერთ-ერთი მთავარი წესია, რომ რასაც არა. აი ეს უნდა გამოიღო. აი რა. არ შეიძლება. მიდი მართა. ამის გამო ხა გონია რომ მე წავაგებ. ვიცი რო არ წააგებ, ეგ გამოიღე რადგანაც მაგას ხელი მოკიდე. მიდი. კარგად გამოკაჩე. ხელი. მაგას მოკიდე, კი. აი გაჭედილია. გაჭედილია, მეც გაჭედილი გამოვიღე. შეგიძლია რეალურად მაგის გამოღება, უბრალოდ ნელ-ნელა ქენი. აჰა. გამოგეხები. ასე უნდა იყოს თქვენთან თამაში. ახლა თუ შეიძლება აგვიხსენით, რამდენად რთული იყო და მომავალში რის გაუმჯობესებას აპირებთ, რომ გაიმარჯვოთ. რავი, არ იყო ძალიან რთული, მაგრამ ბოლოს ის ფიგურა გაიჭედა საერთოდ და მაგიტომ წავაგე ალბათ და რავი, აბა მომავალში ალბათ ვეცდები რომ უფრო კარგად ვითამაშო. დროა რომ გააკეთო 2 სამაჯური. კარგი. მეგობრებო, როგორც შევთანხმდით, წაგებული აკეთებს 2 სამაჯურს და შემდეგ ვიდეოში მართა თან გადაიღებს სამაჯურის ტუტორიალს და თან მაჩუქებს ამ 2 სამაჯურს. აი მეგობრებო, ამ მეებით უნდა გავუკეთო მანას სამაჯური და ყელსაბამი. აი ძალიან ლამაზი. მეგობრებო, აი მართამ უკვე მოიტანა ეს თოვლის ბაბუა მაჩუქა, არ ვიცი გახსოვთ თუ არა და აქ აქვს ბევრი რაღაცები, რითიც შეუძლია რომ გააკეთოს სამაჯურები და ყელსაბამები და ჩვენ გავუწყვეტეთ რომ გამიკეთოს ერთი სამაჯური და ერთი ყელსაბამი. საინტერესოა რას ფიქრობს, ანუ როგორი მომეწონება და ჩემ გემოვნებას რამდენად იცნობს. ამ ყველაფერს ნახავთ შემდეგ ვიდეოში. თუ კიდევ უყურებთ ამ ვიდეოს, ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლომდე ნახეთ ჩვენი ვიდეო, ძალიან გვიყვარხართ და არ დაგაუწყოთ ჩვენი გამოწერა, რათა კვირაში 2 ვიდეო დავდოთ. დროებით.